მოგესალმებით, მე ვარ ნინი. Შემოგთავაზებთ გაშლას სასიყვარულო ურთიერთობაზე. მოდით ნახოთ და გავიგოთ, რა დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ ჩაფიქრებულ ადამიანს. რას ფიქრობს თქვენს შესახებ? რა გეგმები და ზრახვები აქვს? როგორ მოიქცეთ ჩაფიქრებულ ადამიანთან? რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? ურთიერთობის პერსპექტივა. რჩევა სამყაროსგან. რა დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ პიროვნებას? ვიტყოდი, რომ თქვენს მიმართ ჩაფიქრებულ ადამიანს აქვს ძალიან ნეიტრალური დამოკიდებულება, ძალიან მოზომილი. ის ცდილობს იყოს ბალანსში, ასე ვთქვათ, არც მეტი გაცეს, არც ნაკლები, ანუ ყველაფერს აკონტროლებს, თავის ემოციებს, თავის ფინანსებსაც შეიძლება. დამოკიდებულებაში ადამიანი აშკარად ცდილობს, რომ წონასწორობა შეინარჩუნოს თქვენთან მიმართებაში. რას ფიქრობს თქვენ შესახებ? ფიქრობს თქვენ შესახებ, რომ თქვენი თავი ბედმა გამოუგზავნა, ბედის საჩუქარი ხართ მისთვის. შეიძლება ფიქრობს, რომ თქვენთან მიმართებაში, თქვენთან ურთიერთობაში უნდა მიყვეს ბედს, არ გააკეთოს ნაჩქარევი ნაბიჯები, უბრალოდ ბედს მიენდოს, ასე ვთქვათ. რა გეგმები და ზრახვები აქვს? ამ ადამიანს გულწრფელი გრძნობები აქვს, გეგმებში და ზრახვებში აქვს ის, რომ გამხატოს თავისი გრძნობები, დაგასაჩუქროთ, ყველაფერი საუკეთესო გაგიკეთოთ, რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოციები გაჩუქოთ. როგორ უნდა მოიქცეთ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან? ჩაფიქრებულ პიროვნებასთან, მეგობრებო, ძალიან კარგი კარტია მოგივიდათ, 2.100. როგორ უნდა მოიქცეთ და უნდა გიყვარდეთ. ანუ რაც შეიძლება მეტი სიყვარული გაეცით. სიყვარულის სითბო, ემოციები შეგიძლიათ დატკბეთ ცხოვრებით, ასე ვთქვათ, ჩაფიქრებულ პიროვნებასთან ერთად. მოდით ვნახოთ ახლა. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ენერგიას, რომელიც ახლა ურთიერთობაში გაქვთ, რომ უფრო მეტად განვითარდეს, შეისწავლოთ ერთმანეთი, ასე ვთქვათ, ერთმანეთს პატივისცეთ, ურთიერთობებზე უფრო მეტი რამ ისწავლოთ და ერთად გაიკვლიოთ ცხოვრების გზა. პერსპექტივა ურთიერთობის. ურთიერთობის პერსპექტივაში ამოვიდა, რომ რაღაც სიზნელეები გაქვთ, რაც აუცილებლად უნდა გადაალახოთ. ანუ პერსპექტივაში მოგდავა ზუსტად. ამ ურთიერთობის პერსპექტივა.
ურთიერთობის პერსპექტივა დამოკიდებული იქნება ქალზე, თუ ქალი მიყურებთ თქვენზე ქალბატონებო, თქვენზე იქნება დამოკიდებული. ანუ ჩანს რომ თითქოს ურთიერთობა ვერ ვითარდება, მაგრამ არ მინდა რაღაც ისეთი თქვა, ეხლა ისეთი კარგი კომბინაციები ამოვიდა, უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ, რომ ურთიერთობა განვითარდეს, არ დარჩეს ერთ ეტაპზე და აუცილებლად გჭირდებათ განვითარება, რომ ეს ურთიერთობა არ დასრულდეს. თუ რაიმე მტკივნეული გამოცდილებები გაქვთ წინა ურთიერთობიდან, ან რაიმე უნდა დაასრულოთ, ეს ამ კარტების კომბინაცია შეიძლება მიანიშნებდეს, რომ წარსული ტკივილი უნდა დატოვოთ და ახალი შესაძლებლობებისთვის იბრძოლოთ. რჩევა სამყაროსგან. რჩევა სამყაროსგან არის, რომ ურთიერთობის მხრივ იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი ურთიერთობა რაც შეიძლება ჯანსაღი იყოს, უფრო მეტად სერიოზულებისკენ წავიდეს ურთიერთობა და არ იყოს მხოლოდ ემოციებზე დამყარებული. ვფიქრობ, რომ თქვენთვის რჩევა სამყაროს ეს აქვს, რომ რაც შეიძლება მეტი სიმყარე იყოს ურთიერთობაში და ურთიერთობაზე იმუშაოთ. მადლობა, ნახვამდის.